მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნიკა ბულბულაშვილი, ჩვენ ვიყოფებით მაჩაბელი 3 ნომერში, ჯიმ რუსთავში. მინდა მოკლედ აგიხსნათ ჩემი გეგმები. ხანგრძლივი დასვენების შემდეგ დიდი პაუზა მქონა მოკლედ ესე რომ ვთქვათ. მინდა რომ დავიწყო ისევ ნოლიდან თქვენთან ერთად. ყოველი ჩემი ნაბიჯი განახოთ რას ვაკეთებ, როგორ ვიყვევები და ასე შემდეგ. ეს მინდა განახოთ ყოველ კვირაულად რა. ყოველ კვირას სხვადასხვა ვიდეოები შემოგთავაზებთ. იქიდან გამომდინარე რაც მოგახსენეთ დიდი პაუზა მქონა. ჩემი ვარჯიშის სტილი არის ესეთი რა. ორი კვირის მანძილზე პირველი კვირა მაქვს full body პრინციპი, ამ თლიანს სხეულს ვავადიშებ. ძირითადად საბრესო ვარჯიშები და ესე ვთქვათ აზრზე მოვიყვანო სხეული ტონუსში მოვიდეს. მაგალითად როგორ შეაბათოთ პარასკევი გავაკეთებ full body პრინციპს, დანარჩენი დღეები მექნება დასვენება, აღდგენა, მაგაზან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ყოველთვის და ჩემს შემთხვევაში ამ ეტაპზე და შემდეგი კვირა მექნება 3-2-1. ანუ 3 კუნთი, 2 კუნთი, 1 კუნთი. თანმიმდევრობით თავისთავად შუალედებში დასვენების გარშე არაფერი არ გამოვა. ეხლა გადავიდეთ, განახეთ კერდის ვარჯიშს, თანმიმდევრობით ვიყვეთ და განახებთ რა როგორ კეთდება. პირველი მისვლა გავაკეთებ ყოველთვის გახურება. იმიტომ რომ ყესის ახსარი, ასე ვთქვათ, შევახუროთ შესაბამის დატვირთვებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველ მისვლაზე კონკრეტული წონიდან რაღაც წონამდე მივიდეთ. თავისთავად გამეორებას არ ვაკეთებთ რა, ეს არის ჩემი პრინციპი და იდეაში ბევრი პრინციპიც ეგ უნდა იყოს რა. ყოველი მისვლის შემდეგ წონას ვრით. ამიტომ სუბუქი წონით უნდა დავიწყოთ. შემდეგი მისვლა გვექნება წონის მატებით. ყოველ მისვლაზე უნდა ვეცადოთ, რომ ეტაპობრივად რაღაც წონები ვზადოთ ჩვენი ფიზიკური მონაცემიდან გამომდინარე. მისვლა 80 კილო გამოვიდა ამ ეტაპზე. მეტად არ მივალ, იმიტომ რომ მარტივად შეიძლება რაღაც ტრავმა მივიღო. აქედან გამომდინარე 80 კილო იქნება კერდის ბოლო მისვლა. გადავედით ზურგის ვარჯიშზე. ვაკეთებთ full body პრინციპის. თლიანი სხეული უნდა დავამუშავოთ. ზოგადად რა კეთდება ეს, ზოგი აკეთებს, ზურგით იწყებს, გადადის შემდეგ კერძზე. ან ახლა შეგიძლია კერდის გააკეთო და მერე გადმოხვიდე ზურგზე, მაგრამ ზოგისთვის ზურგი ჯობია რომ პრიორიტეტში იყოს. იმიტომ რომ ჯიმში გეხმარება აწევაში. მაგრამ ეს დღეს ესე გავაკეთე. სხვა დროს სხვანაირად გავაკეთებ. მისვლებს ვაკეთებ 3 მისვლას, როგორც მოგახსენეთ, 3 მისვლა, 10-დან 12 გამეორება. ძირითადად ყველაფერს ასე ვაკეთებ. და პლუს მაგას. წუთნახევარი დასვენება. ზოგადად მე ესე ვისვენე, მაგრამ ძირითადად შემთხვევებში ყოფილა ისე რომ ან ჩვენ ორგანიზმს უნდა უსმენთ რა. ხანდახან ვისვენ 40 წამი, ხანდახან შეიძლება 30, შეიძლება წუთით, შეიძლება წუთნახევარი. როგორც ორგანიზმს დაჭირდება. მაგას უკვე თქვენ მიხვდებით ეტაპობრივად, აი, სტაჟიდან გამომდინარე. ჩემი საყვარელი ყველა კუნთის ვარჯიში მიყვარს, მაგრამ ზურგის კუნთი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ზოგადად ან დომინანტი ზურგის კუნთები მაქვს და სხვა კუნთებს ასე ვთქვათ ჩაგრავს. აქედან გამომდინარე, ალბათ მაგიტომ მიყვარს უფრო ზურგის კუნთების კეთება რა. და ჩემი აზრით ერთ-ერთი ჩემი პლუსი ეგ არის რა. ყველა მისვლა უნდა იყოს, ყოველი მისვლის შემდეგ უნდა გავიწევოთ. კონკრეტული კუნთი გავწევოთ, იმიტომ რომ კუნთმა ელასტიურობა არ უნდა დაკარგოს. აქედან გამომდინარე, ყველა მისვლის შემდეგ გაწევით. ვინ როგორც იცით ან მაგასაც მაგის ინფორმაციას მოგაწვით, როგორ უნდა გაწევოთ კონკრეტული კუნთი. წამ. მე ჩემ შემთხვევაში ასე ვწევებ ხოლმე. ზურგის სიგანეს. სადღაც 5 წამიანი, 10 წამიანი გაჩერებებით. ერთი, მერე მეორე. ეს არის ზურგის სიდიდის გარანტი, ზურგის სიგანის გარანტი. გაწელეთ და
და მე მოგცემთ მაგის პირობას, რომ იდეალური ზურგი ექნება. გადავიდეთ შენ მეორე მისვლა. უბა. ჯერ ახლა ვიწყებთ, ყველაფერი წინ გვაქვს. კერძი გავაკეთეთ, ზურგი გავაკეთეთ, შემდეგი ვარჯიში გვაქვს მხარი, გავაკეთეთ წინა მხარს. ჰამერის ტრენაჟერზე, აქაც 3 მისვლა, 10-დან 12-მდე და წონები, ჭკვიანური წონები, ისე რომ არ დავიზიანებთ, რომ მხარი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად და ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, პრობლემური რა კუნთი მის დაზიანების შემთხვევაში ძალიან 90%-ს ვერ ვასრულებთ. 90% ვარჯიშების ვეღარ სრულდება. აქედან მომდინარე ფრთხილად უნდა ვიყოთ. წავით. რამდენი კილოზე აქ? პირველი გვექნება 10 კილო, პირველი მისვლა, მეორეზეც დავუმატებთ ესე 10 კილოს და მესამეზე მაქსიმუმ 5-იანები, ან შეიძლება 10. როგორც უსმინოთ რა ორგანიზმს რა. თუ შევძელით მარტივად წაის თქვა წაიღო წონები, კარგად წავიდე და თulit რო არ ვაზიანებთ კონკრეტულ კუნძს ან ყეს ან სახსას ან ნებისმიერ რაღაცას ვაგრძელებთ. არა პრობლემა. შემდეგი ვარჯიში გვაქვს ტრიცეპსი ბლოკზე თოკით. მაქსიმალური კონცენტრაციისთვის ვაკეთებ ყოველ შემთხვევაში მე თოკით, იმიტომ რომ ამით ძალიან იდეალურად გრძნობ. სწორი ღერცსაც კარგად გრძნობ, მაგრამ შემთხვევაში ეს უფრო მომწონს რა, ასე ვთქვათ, მიხდება. შეიძლება სხვა რამეც მიხდება, მაგრამ არა უშავს. ამ ეტაპზე ეს მიხდება. აკა ბოლომდე ვშლით. და ფიქსაციები ყოველი გასში. ნეგატიური ფაზა. ფიქსაცია. ნეგატივი. პირველი მისვლა 15 გამეორება გვაქვს. გამოიწერე, ახლა და ლაიქ დაწერე კომენტარი. всё. ტრიცეპს დავასრულეთ, ეს იყო მესამე მისვლა. 12 გამეორება შევასრულეთ. წუთი ნახევარი შევისვენებთ. გავწელავთ ტრიცეპს და გადავალთ ბიცეპს ვარჯიშზე. ბიცეპსზე გვექნება ჰანტელებით, შტონგში, სალსალი ხელით, ფიქსაციებით, ნეგატიური ფაზით. ამ ყველაფერში ჩემი, ესე ვთქვათ, წინამძღოლები არიან, კომპანია, ტოსპორტი, ხალხი, რომელიც დამედგებულში და დამეხმარა და მეხმარებიან ჩემი ამ შრომის და სურვილის და მიზნების რეალიზებაში რა. მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის. წავედით, გადავიდეთ ბიცეპსზე.
მესამე მისვლა იყო მორჩი თვიცებსი. გავაკეთეთ 3 მისვლა. 7.5 22-იანით და 25 LBS. 25 LBS გამოდის თითო ჰანტელი 11 და 300 თუ 11 და 400 თუ არ ვსწრები. ამას დავასრულებთ ამით. და გადავალთ შემდეგ. დაგვრჩება ერთი ვარჯიში. გავაკეთებთ ფეხებს, გავაკეთებთ ლანჯებს და მორჩება ჩვენი პირველი დღე, გადაღების და ვარჯიშის პირველი დღე. პირველი მისვლა, იმიტომ გავაკეთეთ სანაცვლელი ხელით, რომ მე ყოველ შემთხვევაში ჩემზე ვიტყვი, რომ პირველ მისვლას ბიცეპს როდესაც ვიწყებ, ცალ-ცალი ჰანტელით, მეტად თითქოს კონცენტრაციას ვახდენ და უფრო კარგად გრძნობ. მეორე მისვლაზე უკვე ორივე საერთოდ ვაკეთებ და მე ესე უფრო მეკომფორტულება, უფრო კარგად გრძნობ და ეს არის ჩემი სტილი, ესე ვაკეთებ ხოლმე რა, ყოველთვის ვცდილობ, რომ ორიც გამიკეთებია. ორივესაც ისეც გრძნობ, მაგრამ აი რავი, ცალ-ცალით რო ვიწყებ პირველ მისვლას უფრო სიამოვნებს რა. ამიტომ მუსმინეთ თქვენს ხელს და ესადეთ მეტი ყურადღება გქონდეთ კონცენტრაციაზე. ყველაფერი მოდის აქედან, სხვანაირად არაფერი არ გამოდის. ბოლო ვარჯიში გვაქვს, ფეხს გავაკეთებ, სუბუქად, ლანჯებს გავაკეთებ. პირველი მისვლა იქნება ჩვენი სხეულის წონით. მეორე მისვლაზე ეტაპობრივად როგორც მოვასწრებთ, უმატებთ, როგორც შეგვიძლია. დავიწყეთ. ეს ვარჯიში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლოთ, ჩვენ თვითონ შეგვიძლია კონცენტრაცია მოვახდინოთ როგორც კვადრიცეპს, ასევე ბარზაკის ბიცეპს. მე ყოველთვის მომწონს ამის შესრულება, ხუსლზე დაყრდნობით, ცალფეხზე ადგომი და ბარზაკის ბიცეპს და საჯდომის შეკუმშვა. მაქსიმალური ჩასვლა და მაქსიმალური ამოსვლა. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ვარჯიში მოკლე ნაბიჯებით, ბოლომდე არ ვდგებით და ბოლომდე არ ჩავდივართ. შუალედი ოქრო შუალედი გვაქვს დაჭერილი და ისევ მოძრავთ. დავისწავლეთ ფეხის ბარზაკის ბიცეპს და საჯდომის წვრთნევა, მაგრამ უფრო მეტ დატვირთ ამ მოდგმის მაგ შემთხვევაში კვადრიცეპს. ერთ დღეს ერთ კვირას რო ან თუნდაც ერთი ფეხის დღეს რო კვადრიცეპსზე იმუშავებთ, შემდეგი ფეხის და შეგიძლიათ ბარზაკის ბიცეპს საჯდომზე იმუშავოთ. ჩემ შემთხვევაში მე ესე ვგრძნობ იდეალურად რა. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. დღეს ჩვენ შევასრულეთ, მოდით ჩამოთვალოთ კერლის ვარჯიში. ზურგი გავაკეთეთ ბლოკზე. მხრის ჰამერი გავაკეთეთ, ტრიცეპსი გავაკეთეთ ბლოკზე თოკით. და ჰანტელებით გავაკეთეთ ბიცეპსი შტომში. ბოლო ვარჯიში ქონა ფეხის ლანჯები გავაკეთეთ. დღეს მაგალითად ყოველ შემთხვევაში მე გავაკეთე საჯდომზე და ფეხის ბიცეპსზე უფრო მეტი აქცენტი, მე ესე უფრო უკეთესად ვიგრძენი რა. შემდეგი ვარჯიში გვექნება შედარებით განსხვავებული. რო არ გამოტოვოთ, გამოიწერეთ არხით და ლაიქეთ დასვით კითხვა, შეძლებს და გვარად თავისთავად გიპასუხებთ. აქედან გამომდინარე ჩვენი გუნდით რაც შეგვიძლია ვეცდებით რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია. მალ-მალე მოგაწოდოთ ეს ვიდეოები, თან ცხელ-ცხელი ვიდეოები და ახალ-ახალი რაღაცეები, იდეები წარმოვიდა და ვეცდებით მეტი ყურადღება თქვენ რომ ეს გათვითცნობიერება, ვისაც არა გათვითცნობიერება აეწიოს, ჩვენს მოგწონს ჩვენი საქმე, რასაც ვასრულებთ და მოკლედ ძალიან ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, გამოიწერეთ ინსტაგრამი. ეს არის და ეს დღესაც სულ ეს იყო, დიდი მადლობა, მალე შევხვდებით.